საღამოშვიდობისა ტელეკომპანია ბორჯომის ეთერშია დღის ქრონიკა ახალ ამბებს მე მაია მამასტარაშვილი გაგაცნობთ. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით პირველ კლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე 4-დან 18 აპრილამდე რეგისტრაციას ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა და-ძმაც ამ სკოლაში სწავლობს ან მშობელი სკოლის თანამშრომელია. რეგისტრაციას მხოლოდ ის მოსწავლეები გაივლიან, რომელთა ასაკიც კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს შეესაბამება. მეორე ეტაპი უკვე იწყება ონლაინ რეჟიმში. განათლების მართვის საინფორმაციო სპეციალურ ვებგვერდზე შედიან დაინტერესებული ადამიანები და იქ ახორციელებენ მათთვის სასურველ სკოლაში ონლაინ რეგისტრაციას. 4 მაისიდან 25 მაისის ჩათვლით მიბრძანდებიან იმ სკოლებში, სადაც ისინი დარეგისტრირდნენ და წარადგენენ საჭირო დოკუმენტაციას. თუ მეორე ეტაპზე ვერ მოახერხა, ან დოკუმენტები არ წარმოადგინა ადამიანებმა, სკოლებში გაჩნდა მაინც ვაკანსია ადგილებისა, სკოლებს მანამდეც ეძლევა რომ წარადგინონ მათ თავიანთი ადგილების რაოდენობა, აი მესამე ეტაპზე ამ თავისუფალ ვაკანსია ადგილებზე შეუძლია მსურველს წარადგინოს დოკუმენტაცია და დარეგისტრირდეს იქვე სკოლაში. ჩვენ შემდეგ სიუჟეტში ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას გაგაცნობთ. სკოლაში საჯარო მოხელეთა გადამზადება 2 პროგრამის სახელმწიფო ენის სწავლების და საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. სკოლის პროგრამების გასაცნობად მედიატური მოეწყო, სადაც ჩვენი გადამღები ჯგუფიც იმყოფებოდა. ნახეთ სიუჟეტი ქუთაისიდან. საჯარო ორგანიზაციების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და საქმის წარმოება, საზოგადოებასთან ურთიერთობა და კომუნიკაცია, სახელმწიფო შესყიდვები, ფინანსური მენეჯმენტი და შიდა აუდიტი, ინფრასტრუქტურული პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა. ამ დარგობრივ კურსებზე სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების გადამზადება ქუთაისში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში მიმდინარეობს. სკოლა ასამდე მსმენელზეა გათვლილი. საჯარო სექტორში მუშაობ, ვარ ბუღალტერი. უკვე მესამე კვირა არის ვარ ჟვანიას სახელობის ბიზნეს ადმინისტრირების სკოლაში. გავდივარ ყველა იმ საგანს, რაც მჭირდება და რაც საოცრად დამეხმარება პროფესიული ზრდისთვის. მე კონკრეტულად ჩართული ვარ ერთ-ერთ საჯარო პროგრამაში, რომელიც საჯარო ფინანსების მართვა შეეხება და აბსოლუტურად ყველა პროგრამა აქ აგებულია როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებაზე. ბევრი თანამშრომელი, რომელმაც გაიარა აქ ესე იგი შესაბამისი კურსები, მათი პროდუქტიულობა არის ძალიან მაღალი უკვე სამუშაო ადგილებზე. ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქუთაისში 2005 წელს დაარსდა, თუმცა ფუნქციონირება განახლებული პროგრამებით 2014 წლიდან დაიწყო. მიღწეული წარმატებებისა და მათი სამომავლო გეგმების გასაცნობად მედიატური მოეწყო. 30-მდე მედია ორგანიზაციას შორის იყო ტელეკომპანია ბორჯომიც. სკოლის ხელმძღვანელობა ჟურნალისტებს გადამზადების 2 ძირითად პროგრამაზე ესაუბრა. ესენია სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა და საჯარო მმართველობა და ადმინისტრირება. სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეთმობათ. წელს უკვე ცვლილება ხდება და ჩვენ ამ პროგრამას შევთავაზებთ უკვე ნებისმიერ მსურველს ქვეყნის მასშტაბით. ეს იქნება ქვეყნის მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, დასაქმებული თუ სამსახურის მაძიებელი, ნებისმიერი მსურველისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამა უკვე ხელმისაწვდომი ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ საჭიროებების და მიხედვით სასწავლო პროგრამების განვითარებას და მიწოდებას საჯარო მოხელეთათვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა აი ამ პროგრამებიდან ქართული ენის შემსწავლელი კურსები, რომელიც საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს, რომ ძირფესვიანად და საფუძვლიანად შეისწავლონ ქართული სახელმწიფო ენა, უსურვებ ამ სკოლას წარმატებებს. ორდღიანი მედიატურის ფარგლებში ჟურნალისტებმა სკოლის პროგრამების გაცნობის შემდეგ ქუთაისში არსებული ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერეს. 2 აპრილს ფონთან ჩვენი ბორჯომისათვის არსებულმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრმა მაყურებელს სპექტაკლის პრემიერა შესთავაზა. მოზარდ მსახიობთა დასმა თეატრონმა მოწვეულ სტუმრებს სპექტაკლი ღია წერილი ქართველს წარუდგინა. დამწყები მსახიობები წარმოდგენისთვის 1 თვის განმავლობაში ინტენსიურად ემზადებოდნენ. პრემიერა კომპანია IDS ბორჯომის საქართველოს მხარდაჭერით შედგა. დამდგმელი რეჟისორი ზაზა დოქსანოვი იყო. ბავშვებმა ძალიან ბევრი ნაწარმოები ისწავლეს, ძალიან ბევრი ლექსი ისწავლეს
და გარდა ამისა, ყველა მათგანი კითხულობდა გრძნობით, გრძნობდა თავის როლს, რა როლიც ჰქონდა ამ ნაწარმოებში, ცოტა მძიმე იყო მართალია, მაგრამ ქართველებს გვჭირდება ხანდახან ესეთი შეხსენება იმის, რომ უნდა გაუმრავლდეთ, გვჭირდება პატრიოტული გრძნობების გამომჟღავნება. ეს ეცნებოდა ჩვენ ქვეყანას, დღევანდელ საქართველოს დღეს ავათაა. და გვინდა მოუფერებოდით, რა კიდევ ხა შეგვეხსენებინა ადამიანს, რომ კარგად ძალიან მჭყარებში რაღაცა არასაინტერესო თემებზე და მთავარი გვჩება უკან. და კიდევ ერთხელ მინდა შეგვეხსენებინა რა, რომ ვიზრუნოთ, მოვეფერთ, თან გვიყვარდეს ერთმანეთი არა. ჩვენ ამ სპექტაკლისთვის ვემზადებოდით დაახლოებით 1 თვე და ეს იყო ღია წერილი ქართველს. და ჩემი აზრით ეს სპექტაკლი თითოეულმა ქართველმა ადამიანმა უნდა ნახოს, რადგან გაიზარდოს, იმიტომ რომ ამ სპექტაკლში ესეთი რაღაცები იყო მოცემული, რა ყველა ადამიანმა უნდა იხილოს, ყველა ქართველმა. ხვალიდან სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას პროგნოზირებენ, ვნახოთ ამინდის პროგნოზი. ამინდის სპონსორია სამშენებლო და სარემონტო მასალების მაღაზია ჩანკო. აქ ხარისხი ფასზე მაღალია. ხვალ 5 აპრილს ბორჯომში უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის მინიმალური ტემპერატურა 2, მაქსიმალური 12 გრადუსი დაფიქსირდება. დილით მზედა მცირე ღრუბელი დაფიქსირდება, 10 საათისთვის ჰაერი 9 გრადუსამდე გათბება. 12 გრადუსამდე მოიმატებს ტემპერატურა 13 საათისთვის. ასევე 12 გრადუსი დაფიქსირდება 16 საათზე. 8 გრადუსი იქნება სითბო 19 საათზე. 4 გრადუსამდე დაიწევს ტემპერატურა 22 საათზე. რაც შეეხება მომდევნო დღეებს, უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება 6 აპრილს ტემპერატურა 16 გრადუსი. 18 გრადუსამდე მოიმატებს სითბო 7 აპრილს. 18 გრადუსი დაფიქსირდება 8 აპრილს. 21 გრადუსი იქნება მაქსიმალური ტემპერატურა 9 აპრილს. წვიმაა მოსალოდნელი 10 აპრილს ტემპერატურა 20 გრადუსი. ამინდი ხშირად იცვლება, ჩვენ მისი არჩევა არ შეგვიძლია, მაგრამ შეგვიძლია ავირჩიოთ სამშენებლო მასალების მაღაზია ჩანკო, რომელიც გთავაზობთ სარემონტო მასალების ფართო არჩევანს. ჩანკო, თქვენი ამინდის სპონსორი. ასეთი იყო დღევანდელი ახალი ამბების სიუჟეტების ნახვა შეგიძლიათ ტელეკომპანია ბორჯომის ვებ გვერდსა და Facebook-ის გვერდზე. მე გემშვიდობებით, გმადლობთ ყურადღებისთვის, ნახვამდის.